გუგა სტარაიტა აკადემიაში სწორედ ამ მომენტში არიან შესულები, ნიღბიანები, ჩვენ რა თქმა უნდა გქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა უწყებებთან, თუმცა არც ერთი ოფიციალური უწყებისაგან ამ მომენტისათვის დადასტურებულად არ შეგვიძლია იმის თქმა თუ რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა გქონდა კომუნიკაცია ახლოს მდებარე მაღაზიებთან, სალონებთან, მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ცხოვრობენ დიდი ხანია და აკვირდებიან ამ კომპანიის საქმიანობას, ისინი ჩვენთან საუბრისას ადასტურებენ, რომ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არის სწორედ IT კომპანია, რომელიც დაკავშირებული არის კოლ-ცენტრებთან, ეს არის სტარაიტი, ჩვენ მოვძებნეთ მათ შესახებ არსებული ინფორმაცია საიტზე, ამ ეტაპზე რაც იძებნება არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ეს კომპანია უკვე არის 10 წელი, რაც ფუნქციონირებს, ხოლო რასაკვირველია ასევე გაჩნდა კითხვები იმაზეც, თუ რამდენი ხანია რაც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე არიან, როგორც მაღაზიის თანამშრომლები, ისე ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ 1 წელზე გაცილებით მეტია ეს ადამიანები აქ გადაადგილდებიან, გვიდასტურებენ იმასაც, რომ ძირითადად ესენი არიან რუსები, საუბრობენ რუსულად. აქ ასევე გამოიარა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელზეც დაგვიდასტურეს, რომ არის აქ მომუშავე, თუმცა ის ჩვენს კითხვებს გაექცა და არც ერთ კითხვასთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი არ გაგვცა, რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას. აქ რამდენიმე ადამიანი მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ჩვენ და არც სხვა მოქალაქეებს აქ შესვლის უფლება არ გვაქვს, ეს ადამიანები სპეციალური საშვის გამოყენებით ცდილობდნენ კარის გაღებას და რამდენიმე ადამიანი შეიყვანეს სავარაუდოდ სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც აქ არიან დასაქმებულები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ შიდა პერიმეტრზე არიან ნიღბიანები, ისინი არიან სწორედ სტარტაიტ აკადემიაში, რომელთან დაკავშირებითაც ოფიციალური ინფორმაცია არის ის, რომ ეს არის IT აკადემია, თუმცა გვიდასტურებენ, რომ კოლ-ცენტრების საქმე შესაძლოა ფიგურირებდეს ამ კონკრეტულ მომენტში. ახლო მდებარე პერიმეტრზე, ვისაც ვუსვამთ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ აქვთ თუ არა ამ ადამიანებს მათთან კომუნიკაცია, ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ თავს, მხოლოდ ერთმანეთს საუბრებიან, მათთან არ აქვთ კომუნიკაცია, აქედან გამომდინარე ეს კიდევ მეტად უმყარებს მათ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი საქმიანობა არის ბურუსით მოცული. შედიხართ აქ მუშაობთ? კოლ-ცენტრია აქ ასე ამბობენ მეზობლები. კლუბელი ხართ, ამ კოლ-ცენტრის მხართ. აბა რატო შედიხართ? რატომ შედიხართ? არავის არ უშვებენ. თქვენ რატო გიშვებთ? რატო უშვებთ? სხვებს თუ არ უშვებთ? ბოდიში, ერთი წამი. რატო მიყავთ ეს ადამიანი? I'm not working here. Are you sure? What happened? Leave me alone, please. ბევრჯერ იყვნენ მოსულები, როგორც იყო ადრე ნათქვამი, რომ კოლ-ცენტრი არისო განთავსებულიო. და მე იმის მერე დაკეტილი იყო, მაგრამ სულ რუსებითა ახალგაზრდა, ეთყობა რომ IT-შნიკებით ასავსე რა. კი ბატონო, რამდენი ხანია რაც აქ არიან დაახლოებით? კაი ხანია. დიდი ხანია, თქვენ ადგილობრივი ხართ? კი. და რამდენჯერ დაახლოებით რა პერიოდის წინ რამდენი ხნის წინ იყვნენ შემოსულები საგამოძიებო? საგამოძიებოზე ვერაფერ ინფორმაციას ვერ მოგაწვით, იმიტომ მე თვითონ არ ვიცი, მაგრამ როდის იყვნენ ხო რო თქვით რამდენჯერმე მოვიდნენ? ანუ ტელევიზიით იყო ეს გაშუქებული, რომ კოლ-ცენტრი არისო აქ განთავსებულიო რა და მე იმის მერე დადიან ჩვეულებრივად ახალგაზრდა რუსი ბიჭები და გოგოები არიან, ხან-ხანით მოყავთ ხოლმე, ხან მიყავთ რა. აქ ვერსია, ესე იყო ტელევიზიითაც ნათქვამი, რომ კოლ-ცენტრები არიან, კოლ-ცენტრი არის განთავსებული ამ შენობაში რა. ნიღბიანები ამ დრომდე რჩებიან დოლიძის 48 ნომერში, როგორც ჩვენ არაერთხელ გაჩვენეთ კადრში, ისინი შიდა პერიმეტრზე გადაადგილდებიან. სწორედ ამ შენობაში არის განთავსებული სტარტ IT, ეს არის აკადემია, რომელთან დაკავშირებითაც ოფიციალური ინფორმაცია არის ასეთი, რომ ისინი IT-ის სამსახურს გასცემენ და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ, თუმცა როგორც ადგილობრივები გვიდასტურებენ, არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ კოლ-ცენტრებს უკავშირდება მათი საქმიანობა და ფუნქციონირება. ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით ხაზსა და კონტაქტზე ყველა შესაბამის უწყებასთან და ორგანოსთან, თუ კი გვექნება ინფორმაცია დადასტურებული მათგან, აუცილებლად შემოგიერთდებით, მოგვიანებით, ხოლო რაც შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე არის ის, რომ რამდენიმე ადამიანი შეიყვანეს, ჯერჯერობით ტერიტორია შენობა არც ერთ მათგანს არ დაუტოვებია ჩვენს კითხვაზე პასუხად, თუ რატომ შედიან, რას საქმიანობენ, არიან თუ არა ამ IT აკადემიაში დასაქმებულები, ისინი კითხვებზე პასუხებს არ გვცემენ, ხოლო რაც ამ ეტაპზე ვიცით, ისევ ადგილობრივების გადმოცემით არის ის, რომ აქ არის კოლ-ცენტრი, სადაც მუშაობენ რუსულენოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მხოლოდ ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია და არიან დისტანცირებულები და იზოლირებულები ადგილობრივებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქ წელიწადზე მეტია მუშაობენ.